ყველას აბსოლუტურად იმეილზე ელექტრონული საშუალებით შეთავაზება აქვთ, ხო, წარმოგვიდგინოთ თქვენი ინტერესის სფერო. ამას ვერავინ ვერ უარყოფს, ლევან, მათ შორის შენც. თუ შენ მეტყვი რომ შენ გამოგვიგზავნე რომელიმე კონკრეტული საკითხი და ჩვენ არ ჩაგწერეთ, შენიშვნას მივიღებ. და თუ ამას ვერ იტყვი და არ იტყვი, იმიტომ რომ არ გამოგიგზავნია. ეხლა ძალიან კარგად ვიცი რა ხდება ხოლმე და კარგად ვიცი ეს ქვედა დინებები ძალიან გთხოვთ, რომ აი ვიღაცა სადღაც გადასვავთ, გადმოსვავთ, ეგ შეინახეთ თქვენთვის. არის კონკრეტული საკითხები. ლევან, მუშაობა გინდათ კომიტეტში? მე მუშაობ კომიტეტში და რომ მუშაობ ზუსტად კომიტეტში, ეხლა დიდი ბოდიშით ეხლა ერთმანეთში ის კი არ არის აქ რაღაცა ბიუროკრატიული შეხვედრა. პარლამენტის წევრების შეხვედრა არის უდიურ კომიტეტში. პოლიტიკური ორგანო არის. ბატონო ვარნერი, პოლიტიკური ორგანო არის. და შესაბამისად ამაზე გპასუხობთ, რომ გავიგეთ პასუხი. როგორც თქვენ იქცევით, ეს არ არის სწორი. გავიგეთ პასუხი. პირდაპირ გეუბნებით. გავიგე პასუხი. და თუ გინდათ ჩამწერეთ, როგორც იყო ისე, თუ არა და როგორც გინდათ ისე დაწერეთ და რო გინდათ გადმოწერეთ. უბრალოდ მე საკუთარ თავს შეხედეთ და ნახეთ, რამდენად სწორად იქცევით, ასე. რა კარგი. შვიდათ, ლევან, შვიდათ. არის რომელიმე საკითხი, რომელშიც გსურს ჩაწერა და არ წერი ხარ? არ წერი ხარ სადმე? გითხარი რომელი საკითხი გინდა? აპარატში დაგვხვდა წაშლილი დოკუმენტი, სადაც იყო აღწერილი მაშინ, ამასაც გეტყვით. ის სადაც ეწერა კონკრეტული გვარები და წაშლილი დოკუმენტი და ვერ გავიგეთ რომელია ბოლო ვერსია. მაშინ ესეც იცოდეთ. ხო, მაგას გეტყვით მე, სხდომის მიღმა გეტყვით, თუ გაინტერესებთ. ეხლა მომისმინეთ. რაზე დავთ? ეს არის პასუხი. ლევან, რაზე დავთ? არ დავთ. მოიქცეთ ისე, როგორც უნდა იქცეოდნენ პარლამენტის წევრები და იქით რომ მიბრუნებ ახლა ლაპარაკს, როგორ ლევან, რა სადაც სურვილი გაქვს, იქ გამატებს აპარატი და რაზე ვდაობთ საერთოდ გამაგებინეთ, კაცო. ლევან, თუ არ გინდა რომ სხდომას დაესწრო, თუ არ გინდა რომ შვიდად წარმართო პროცესი, მაშინ გთხოვ რომ დატოვო სხდომა. იმიტომ რომ არ გვაცლი იმას რომ კონსტრუქციად ვიმუშაოთ. მოусმინე და შენი პოზიცია თქვი, რა პრობლემა. ერთი წუთით. მე გისმენდით ყველას ბოლომდე, მოგისმენთ ყველას, როცა მოითხოვთ შეკითხვას დასვამთ, მოგისმენთ. გავიგეთ და ეხლა კეთილი ინებით და მოისმინეთ თქვენს პასუხი, ამას გეუბნებით. გამოთქვით კონკრეტული საკითხები, დააფიქსირეთ, სად გინდათ რომ დაგამატოთ, რაზეა საუბარი. სადმე გსურთ ჩამატება და არ ხართ დაფიქსირებული, დაგამატებთ, იმიტომ რომ თქვენ აქამდე არ გამოგიგზავნიათ ჩვენ შეთავაზებაზე. ერთი წუთით, ჩვენ შეთავაზებაზე არ გამოგიგზავნიათ კონკრეტული